კი, დედოფლის ხაროდან გირეკავთ და დავრეკე 20 წუთის წინ. გამოვიძახი პატრული დედოფლის ხაროს მესამე სკოლის პირდაპირ. ხო და 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა პატრული. და გაჩერდნენ და წავიდა ერთი მანქანა. მეორე მანქანა ეგრევე გაყვა უკან, არც გააჩერეს. მე ვიმყოფები იმ ადგილას, სადაც ჩამოგლიჯეს ბანერი და მოგვპარეს ბანერი. კი, ეს ძალიან უყურადღებოდ იქცევიან, ეს არ შეიძლება. კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალი დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას. და პარტიას მოგვადგა უფრო მეტი ზარალი მაგ ბანერის დაკარგვით. არია გირევა მოყვა და როდის მოყვება? დღისას ამ ადგილას გავობით კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის სარეკლამო ბანერი, რომელიც ღამის 12 საათის შემდეგ ჩამოგლეჯილი ვნახეთ. გამოვიძახა საპატრულო პოლიცია მოვიდა 15 წუთში, როდესაც შეუძლია რომ 2 წუთში იყვნენ აქ. არც კი ერთი ეკიპაჟი გაჩერდა და ეგრევე გააგრძელა გზა და მეორე ეკიპაჟი მას მიყვა. შემდეგ მეორე როდესაც გადავრეკე, მოვიდნენ საპატრულო პოლიციიდან და ათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ჩემ კითხვაზე რომ რა რეაგირება მოყვება ამას, მათ მითხრეს რომ რეაგირება მოყვება და დატოვეს შემთხვევის ადგილი. რომ შემთხვევა იყოთ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს, მე დარწმუნებული ვარ რომ მთელი დედოფლის წყაროს კი არა კახეთის პოლიცია გამოიძიებდა ამ საქმეს და ჩაერთვებოდა ყველაფერში. არ ვიცი ახლა ხვალე რა რეაგირება მოყვება ამას. დღეს კარგად დავინახეთ ჩვენი სანაკებო პატრულის ქმედება.